ადამიანურ სპორტში დავრჩები. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, მეც შემდეგ გამოშვებებში აუცილებლად სხვა სპორტებში შევეხები იქ. მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება ფრენბურთში და მივაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას იქ ხელბურთი, კალბურთის ევრობასკეტი იწყება კი ჩვენ ესეთ მიგნებებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ არა, იქაც ხო შეიძლება მივაგნო. რა თქმა უნდა, კალბურთის ევრობასკეტი და მსოფლიოს ჩემპიონატი ფრენბურთის იქნება ყურადღების ცენტრში აუცილებლად. ჩემი მესამე თამაში და ბოლო დღეისთვის იქნება ლასკი აუსტრია. ეს თამაში არის 17-ში. ლასკი აუსტრია ნათელია რომ ავსტრიის ჩემპიონატია. ხალხანს დაიწყო სეზონი. აუსტრიას ამ ეტაპზე უფრო დიდი ყურადღება გადატანილი აქვს ევროტურნირებზე, სადაც ძალიან რთული თამაშები აქვს. ნახეთ, სამწუხაროდ Bayern-თან არ ქონდა რთული თამაშები მარტივად მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უკვე გამოჩნდა, რომ აგერ წააგო 4-3 თუ არ ვცდები პირველი მატჩი, მეორე შეხვედრა ელოდება, დიდი ბრძოლები ამას ყოველთვის ძალა მიაქვს. ლასკი საკმაოდ კარგი გუნდი არის ისედაც. პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონში ტურთან წააგო მართალია საკუთარ მოედანზე, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ სახლში კიდევ ერთი თამაში ესე მოკლე ხანში წააგოს ლასკმა. და მე ამ შედარებით გადაღლილ აუსტრიას მგონია რომ ლასკი საკუთარ მოედანზე დაამარცხებს ერთიანია ეს თამაში დიდხანს ვარჩი ესე მგონია ლასკმა რამდენიმე კარგი მოთამაშე დაიმატა სეზონის წინ რომელთა გვარების თქმას ხა დიდი აზრი არ აქვს არ მგონია რომ ვინმე მიცოდეს მაგრამ ამ დონეზე კარგი ფეხბურთელები არიან კარგი წინასეზონო მომზადება გაიარეს და საკმაოდ სერიოზულ გუნდებთან ითამაშეს სამხანაგური შეხვედრები და უმეტესობა მოიგეს შესაბამისად ლასკის ერთიანი აუსტრიასთან ჩემი აზრით კარგი პროგნოზია მით უმეტეს კოეფიციენტის გათვალისწინებით 2 და 4 საკმაოდ კარგია ასე რომ ლასკი მოუგებს აუსტრიას ჩემი აზრით 17-ში ეს იქნება ჩემი თამაში და ჩემი ბოლო თამაში დღეისთვის